მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. ახალ ამბებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. სოფელ ოზურგეთის რწმუნებული სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე აცხადებს, რომ ჩხაიძე თანამდებობაზე ვეღარ დარჩება. ამის საფუძვლად ის განცხადება მოყავს, რომლითაც რწმუნებულს სამსახურეობრივი მოვალეობის გულგრილობაში ადანაშაულებსა. გია ჩხაიძე იმ რწმუნებულების რიცხვშია, რომელთა თანამდებობებზე დარჩენის საკითხი ახალი გამგებლის მოსვლის შემდეგ კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა. გია ჩხაიძე თისი მუშაობის ეტაპებს იხსენებს და თუკი სოფელში ერთი ადამიანი მაინც გააკრიტიკებს მის საქმიანობას, სამსახურს მაშინვე დატოვებს. კოტე შარაშენიძესთან სათანამშრომლოდ მზად არის, თუმცა გამგებლის პრეტენზიებზე თავისი არგუმენტები აქვს. პრეტენზია მე გამგებლის წინაშე არ მაქვს. რაც შეეხება იმას, რომ დანაშაული მაქვს მე, აი ამიტომ მე აღარ დავწერ უკვე განცხადებას, იმიტომ რომ ეს დანაშაული მან უნდა მინახოს რა. ან ფინანსური პოლიცია გამოუშვას, ან ვინმე გამოუშვას, რომ მე აუცილებლად ეს კაცი მეუბნება რომ უნდა დატოვოს. კოტე შარაშენიძე ამბობს, რომ ჩხაიძე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს. გარკვეული სახის დანაშაულებანი აქვს ჩადენილი და ბოლო დროს სამსახურშიც არ გამოჩენილა. ამის მტკიცებულებად შარაშენიძე იმ განცხადებას გვიჩვენებს, რომელსაც ხელს რწმუნებულის აპარატის ორი თანამშრომელი აწერს და რომლის მიხედვითაც ჩხაიძე სამსახურში ერთი კვირის მანძილზე არ დადიოდა. ეს ადამიანი პირდაპირ რომ ვერ დარჩება სამსახურში, იმიტომ რომ მას აქვს დანაშაულები ჩადენილი. გულგრილობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში, რომელიც სამსახურში უნდა დადიოდეს, ხალხს უნდა ხვდებოდეს, ადმინისტრაციულ შენობას უნდა პატრონობდეს. განცხადებაზე ერთ-ერთი ხელისმომწერი რწმუნებულის აპარატის სპეციალისტი მზია ხელაძეა. ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ პირადად დააწერინა განცხადება ჩხაიძის მხრიდან სამსახურის გაცდენასთან დაკავშირებით. განცხადებაში სიმართლე დაწერა, თუმცა გაცდენის მიზეზი დოკუმენტში არ ასახულა. ვუთხარით, რომ პირველიდან გამგებელი თუ არის ავად, იმყოფება ავად და მან გითხრა, რომ მე ვიცი, რომ პირველი იმიდან რა ქვია, თებერვლიდან 8 თებერვლის პარასკევის ჩათვლით, რომ გამგებელი სამსახურში არ დადის. მაშინ მე რომ თქვენო დამეწეროთ, რომ გამგებელი პირველიდან 8-მდე სამსახურში არ ყოფილაო და ჩვენ ნახდათ უთხარით ავადმყოფობის გამო, მაგრამ აგით დაწერილი ფურცელი არ ჩანს განცხადებაში. გია ჩხაიძის ჯანმრთელობის ცნობა და განცხადება მზად აქვს, რომლითაც ის კოტე შარაშენიძეს გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლას სთხოვს. ჩემი უმუშევრობა არ შეიძლება მარტო ერთი კაცი უმუშაობს სახლში, მეუღლე ავადმყოფი მყავს, შვილი ჯარში მყავს, ერთი პატიმარია და ეხლა გამოვიდა ციხიდან, ჩემს გარდა არავინ საერთოდ ოჯახში არ მუშაობს. მაქვს გარკვეული რაოდენობით ბანკთან დავალიანება, და მე ვთხოვ მას, აქედანაც ვეხვეწები, ტელეეკრანიდანაც ვეუბნები, რომ დამაქვეითოს, ოღონდ მამუშაოს და თვითმკვლელობით სიცოცხლეს უნდა მომთავრებინებს. მიიღებს თუ არა გამგებელი საპატიოდ აღნიშნულ მიზეზს ძნელი სათქმელია. მეორე სახის განცხადების დაწერას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გია ჩხაიძე არ აპირებს. ლაითურელი გელა აბაშიძის ნაკვეთში გაჩენილი ხანძარი წლების წინ მიწის თეობაზე დაწყებული კონფლიქტის გაღვივების მიზეზი გახდა. ლაითურელები იგორ ასკაროვს უკანონოდ მიწების მითვისებასა და საქარის ზონის გაჩეხვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად აღნიშნული საქმის გამოძიებაში წარმოებისა, გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანსა. ლაითურის მეექვსე რაიონში მცხოვრები გელა აბაშიძის ნაკვეთში გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე ათეული ნარგავი დააზიანა. ასევე დაიწვა ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქარსაცავის ზოლის ნაძვიც. აბაშიძე მომხდარ ფაქტში იგორ ასკაროვს ადანაშაულებს და მიზეზად მათ შორის წლების წინ დაწყებულ დავას ასახელებს. კონფლიქტის მიზეზი 4000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობია, რომელიც 2008 წლიდან გელა აბაშიძის საკუთრებაშია არსებული. თუმცა 2012 წელს მიწას ახალი მეპატრონე, შეპესე ოსკარის მფლობელი იგორ ასკაროვი გამოუჩნდა. დღეს ვეუნები რატო გააკეთეს და მე სპეციალურად გავაკეთე, რომ საგაზაფხულო სამუშაოა და მე ჩემი ტერიტორია უნდა გადავწვა. მე უთხრა გამოძიებაში ხომ არ დადგინდება შენია თუ ჩემია, აქ ნარგავია, აქ კომპენსაცია შეიძლება თუ თქვენი დადგინდება, მე კომპენსაცია ვინ გადამიხდის კომისიას ვითხოვ მეთქი და მე არ მაინტერესებს. ასკაროვს როგორც აბაშიძე, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებიც მიწების უკანონოდ მითვისებაში და საქარე ზოლის გაჩეხვაში ადანაშაულებენ. ბევრჯერ მიმართეთ ჩვენ ოზურგეთის გამგეობას, ამის შესახებ, ამ ქარსაფარის ზოლების შესახებ, იმ უკანონოდ რო იძახიან შემოჭრა იმ მიწების შესახებ. ლაითურში ეს პრობლემა არის დაახლოებით 850 ოჯახთან. იმიტომ რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში არ ჩატარებულა პრივატიზაცია ნორმალური, ესე იგი ჩაიგდნენ
უკანონოდ აი მიწები. ასკაროვი ყველა ბრალდებას უარყოფს, ამბობს, რომ მიწა ყოველგვარი კანონის დაცვით შეიძინა და აბაშიძე მის კუთვნილ ტერიტორიაზეა შემოჭრილი. Мы получили официальное разрешение, чтобы спилить эти деревья. Разрешение я. Они обвиняют меня в воровстве. Что я украл? Они воруют здесь деревья. Дрова, рабочие нарезали дрова, они пришли, украли. გელა აბაშიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურს კომისიის გამოყოფას თხოვს, რათა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნას გადაჭრილი. როგორც მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბახვა ჩხარტიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კომისიის გამოსაყოფად საჭიროა პიროვნება მათ სამსახურს შესაბამისი განცხადებით მიმართოს. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვა არ შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით თუ მოქალაქე ან სადავო საკითხი თუ არის მოგმართავს განცხადებით, რაზეც, რა თქმა უნდა, გამოიყოფა კომისია, შევისწავლით აღნიშნულ საკითხს და ჩვენგან გამომდინარე, აი გარკვეულ დასკვნას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა და მივწერთ წერილობით, ვაცნობებთ. საქმე ძიებაშია, თუმცა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დავამ შესაძლოა უფრო სერიოზული სახე მიიღოს და შესაბამისად შედეგიც უფრო მძიმე აღმოჩნდეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დანაპირები შესრულებულია. ოზურგეთელმა პედაგოგებმა მომატებული ხელფასი აიღეს. სახელფასო ზრდა სამუშაო საათებისა და სტაჟის მიხედვით განისაზღვრა. თეა ურუშაძე მათემატიკის პედაგოგია და სკოლაში უკვე 6 წელიწადია რაც ასწავლის. მთავრობის ვაუჩერული დაფინანსების შესახებ არსებულ დადგენილებაში ცვლილებების შესვლის შემდეგ მისმა ხელფასმა როგორც სერტიფიცირებული პედაგოგის, რომლის სამუშაო დატვირთვა 18 საათს შეადგენს 330 ლარიდან 420 ლარამდე მოიმატა. სტიმულის მომცემი, რა თქმა უნდა, იყო. ეს ჯერ სერტიფიცირების გამომატებაც თავის მხრივ იყო და ეხლა ეს 90 ლარი კიდე დამატებით, რა თქმა უნდა, სტიმულის მომცემია და უფრო რა თქმა უნდა, უფრო იმას მაიძულებს, რომ უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე ვაკეთებდი, რა თქმა უნდა, იქამდეც თავს არ ზოგავდი, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით. ცვლილებები მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის 61.700.000 ლარის გაზრდის შედეგად მოხერხდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ხელფასების მატება რამდენიმე მიმართულებით მოხდა. დაწყებითი საფეხურის სერტიფიცირებულ პედაგოგებს 13 საათის პირობებში ეძლევა სასერტიფიკაციო დანამატი და რაც შეეხება საშუალო საფეხურის და საბაზო საფეხურის მასწავლებლებს 15-დან 17 საათამდე თუ ექნება მას დატვირთვა, მაინც ამ შემთხვევაში ეძლევა სასერტიფიკაციო დანამატი და ესეც არის ცვლილება, იმიტომ რომ მანამდე იყო ასე რომ 18 საათზე ეძლეოდა მხოლოდ სასერტიფიკაციო დანამატი. მეტი სახელფასო ზრდა 2013 წელში აღარ იგეგმება. 2013 წლის ბოლოს კი საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე პედაგოგები მე-13 ხელფასსაც მიიღებენ. გამოშვებას დედაქალაქიდან მოწოდებული ინფორმაციებით ვაგრძელებთ. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადება დაიწყო. პედაგოგებს მთელი საქართველოს მასშტაბით სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის დარეგისტრირება 11 თებერვლიდან შეეძლებათ. წლევანდელი გამოცდების სიახლე ისაა, რომ სერტიფიცირების პროცესი ესთეტიკური აღზრდის პედაგოგებისათვისაც იწყება. წელს პირველად პედაგოგებს შემოუერთდებათ ხელოვნების მასწავლებლები, რომელთათვისაც წინა წლებში ჩვენ არ ქონდა მომზადებული საგნობრივი ტესტი, ასე რომ ხელოვნების მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა წელს მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება ფიზაღზრდის და მუსიკის მასწავლებლებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩააბარონ ერთი გამოცდა პროფესიულ უნარებში და ჩვენ აქტიურად მუშაობთ კულტურის სამინისტროსთან და სპორტის სამინისტროსთან იმის თაობაზე, რომ საგნობრივი ნაწილი მათთან ერთად გაკეთდეს. რაც შეეხება გამოცდების ექსპერიმენტალურ ნაწილს, რომლის მიხედვითაც პედაგოგ უცხოენის, კომპიუტერისა და საბუნების მეტყველოს საგნების ჩაბარების შემთხვევაში სახელფასო დანამატი ეძლევა, მაია მიმინოშვილი განმარტავს, რომ აქ რეგისტრაციის ვადები მას მერე გახდება ცნობილი, რაც სერტიფიცირების პროცესში ამ გამოცდების დატვირთვა დასუსტდება. ორი ძირითადი გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგები იღებენ სერტიფიკატს და ამაზე დანამატი 75 ლარია დარიცხული, მაგრამ თუ ჩააბარებდნენ ინგლისურს და კომპიუტერს 200 ლარი ემატებოდათ. ბუნებრივია ეს სრულიად არასამართლიანია, მე თუ მკითხავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგია, როდესაც შესაძლებლობა აქვს პედაგოგს გარკვეული თვალსაზრისით ფლობდეს ერთ-ერთ უცხო ენას და კომპიუტერს
მაგრამ მნიშვნელოვანია გაირკვეს ამ გამოცდის სტატუსი და დატვირთვა. როგორც კი სამინისტრო მიიღებს ამის თაობაზე გადაწყვეტილებას, ჩვენ რა თქმა უნდა პედაგოგებს ვამცნობთ ამის შესახებ და დავიწყებთ კონკრეტულად ამ გამოცდასთან დაკავშირებითაც რეგისტრაციას. რეგისტრაცია ინტერნეტით არის შესაძლებელი და ის 28 თებერვალამდე გასტანს. ეხლა ჩვენს ეთერში ამიდის პროგნოზის როა, რომელსაც ნათია მუქერია გაგვაცნობს. მოგესალმები, გიორგი, ტრადიციულად ზამთრის ბაღიდან და ჩვენს მაყურებელს გავაცნობ ჩვენს რეგიონში მოსალოდნელ ხვანდელი დღის ამინდის პროგნოზს, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ სინოპტიკოსების ვარაუდით ეს კვირა უნდა იყოს თბილი და მზიანი. არის მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა კი დაფიქსირდება 3-დან 21 გრადუსამდე. რაც შეეხება ოზურგეთში მოსალოდნელ ხვანდელი დღის ამინდის პროგნოზს, ხოლო დაფიქსირდება მზიანი ამინდი, მაქსიმალური ტემპერატურა ხვალისთვის ოზურგეთში იქნება 19 გრადუსი, საღამოს კი იქნება მხოლოდ 3 გრადუსი და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში ხვალ ასევე ოზურგეთის მსგავსად მოსალოდნელია მზიანი ამინდი, დღე-ღამის განმავლობაში აქ ტემპერატურა იქნება 3-17 გრადუსი, იქროლებს აღმოსავლეთის შედარებით თბილი ჰერის მასა და ჩოხატაურში ხვალ ასევე დაფიქსირდება მზიანი დღე. ჰერის ტემპერატურა გათბება დღისით 17 გრადუსამდე, ღამით კი იქნება 4 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი დღეს დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად გზანდებოდეთ.